ჰელსინკის კომისია ცივიუმის გადმონაშთია, რომელიც აზიანებს ამერიკის საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით კი საქართველოსთან მიმართებით. ეს შეფასება ამერიკულ გამოცემა Responsible Statecraft-ს ეკუთვნის. სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ ორგანიზაცია ასწდა შექმნის თავდაპირველ მიზანს და ეს საკითხი ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა გამოიკვლიოს. მეგინ არსავიძე გაეცნო პუბლიკაციას. სტატიაში ვკითხულობთ, რომ მნიშვნელოვანია ყველა სახელმწიფო უწყების მისამართით დაისვას კითხვა, თუ რამდენად დასრულებს ის იმ მისიას, რისთვისაც კონგრესმა შექმნა. ახლა სტატიის ავტორი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი არის ახლა ეს კითხვა მიემართებოდეს სწორედ ჰელსინკის კომისიისკენ. აქ ყურადღებაა გამახვილებული საქართველოს მიმართ მუდმივ და მიკერძოებულ ყურადღებაზე, როგორც ამაზე სტატიის ავტორი საუბრობს და ასევე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ასევე ყურადღებაა გამახვილებული სწორედ ჯო ვილსონის საქმიანობაზე. ჰელსინკის კომისია ცივიუმის გადმონაშთია, რომელიც უნდა გაუქმდეს. ის ჩრდილოვან სახელმწიფო დეპარტამენტად იქცა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას აზიანებს, განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებით. ეუთოს რეზოლუციის დოკუმენტის საქართველოს არჩეული კონსერვატიული მთავრობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური შეტევა იყო და წარმოადგენს იმ ტიპის ინსტიტუციურ გადაჭარბებას, რომელიც სულ უფრო მეტად ახასიათებს ჰელსინკის კომისიას. ეს მკვეთრად განსხვავდება ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომისგან. 2026 წლის 16 ივლისს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ვაშინგტონში მიიღო საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც მონაწილეობდა მაღალი დონის მინისტერიალში 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად. მეორე დღეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირდაპირ მიმართა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს. გამოხატა მადლიერებას საქართველოს მეგობრობისთვის და დაადასტურა სურვილი გაძლიერდეს ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს თანამშრომლობა სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად. თუმცა იმავე პერიოდში კონგრესმენი ჯო ვილსონი ეხმარებოდა ისეთი რეზოლუციის წინსვლას, რომელიც საქართველოს შემდგომ იზოლაციას ისახავდა მიზნად. კომისიის კამპანია საქართველოს წინააღმდეგ ეფუძნება დაუმტკიცებელ მოსაზრებას, რომ ქვეყნის მოქმედ მთავრობას დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ გააჩნია. საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ჯო ვილსონის ქმედებები უკვე განხილვის საგანია და როგორც მოისმინეთ ამ საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები საერთაშორისო მედიაშიც გაჩნდა.